გავიხსენებ პოსტს, რომელიც ეწერა როგორც მახსოვს ისრაელში გადასვლამდე რომ საქართველოს ჩემპიონატში ძირთად იყურებიან საბუთებში ასაკს უყურებენ, მაგრამ იმას არ უყურებენ რომ რეალურად შემიძლია თამაში, გოლების გატანა და გუნდისთვის ესე ვთქვათ სარგებლის მოტანა. რა შეიცვალა ამ ბოლო პერიოდში, რატო გაჩნდა ინტერესი აღარ იყურებიან? ადრე მე როცა ახალგაზრდა ვიყავი, სულ გამოსილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბები იყო. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, კერძოდ მე მაშინ მივიღე გამოსილება ამ გამოსილ ფეხბურთელებთან ერთად. ეხლა სავარაუდოდ ვაწყდებით პრობლემას იმას, რომ დღეს აღარავის არ უნდა გამოსილი ფეხბურთელი. მესმის ის რომ ახალგაზრდებზე არის მეტი ყურადღება გამახვილებული, მაგრამ ის ახალგაზრდა ხო უნდა გაიზარდოს იმ გამოსილებთან ერთად. რაღაცა ეგ არ ხდება, ვერ უყურებ იმას, რომ ეს საქართველოში ხდება და აქედან გამომდინარე დავწერე ის პოსტი, რაც სიმართლე იყო რა. მე ისეთი პიროვნება ვარ ზოგადად, მე მიყვარს სტადიონზე მინდორზე პასუხის გაცემა ყველას. ამიტომ როცა ადამიანი თამაშობს კარგად, არ აქვს მნიშვნელობა. ჰაპოლაკოში ვთამაშობდი ნახევარი სეზონი, გავაფორმხჟიკულება, იყო გუნდის 60-ანა ადგილის შენარჩუნება, მე რომ მივედი 12 თამაში გავიტანე 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და გუნდს დავეხმარე ადგილის შენარჩუნებაში. თუ განიხილავთ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას. დაინტერესება არის ქართული კლუბებიდან, რამოდენიმე დამიკავშირდა კიდეც. ჩემთვის მისაღები ესე რომ ვთქვათ პირობები თუ იქნა, განვიხილავ რატომაც არა დაბრუნება საქართველოს ჩემპიონატში. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.